იყო თქვენი აზრით სტალინი? Великий человек. Ничего, что я на русском, да? Обязательно грузинском. უდიდესი ადამიანი იყო სტალინი. ძალიან ბევრი სწავლა შეიძლება მაგ ადამიანისგან. ძალიან ბევრი მაგალითი სახება შეიძლება მაგ ადამიანისგან. მაგ ადამიანმა გადაარჩინა საბჭოთა კავშირი, გადაარჩინა ძალიან ბევრი ხალხი. გაასუფთავა და გადაარჩინა. ტირანი შეიძლება ეს თქვა ითქვას. ტირანობაზე რა მოგახსენოდა? ნამდვილად ქონდა ტირანის თვისებები, მაგრამ პერიოდში მე მგონი ყველა ვინც იყო კომუნისტური პარტიის ლიდერი, ყველას ქონდა ეს თვისება. დიქტატორი. ჩემთვის მაგალითად ძალიან ძლიერი პოლიტიკოსი იყო. რასაკვირველია ტირანი იყო, დესპოტი იყო, მაგრამ ალბათ იმ დროს ისჭირდებოდა. პერსონალიური ბოროტება. პერსონიფიცირებული. მიუხედავად თავისი პლუსების და მინუსების, მაინც იყო ძალიან დიდი ქართველი. აზრთა სხვადასხვაობის ბუმია ქვეყანაში. მე პირადად არ მომწონს სტალინის არც პოლიტიკა მომწონდა და არც თვითონ პიროვნება. როგორც იძახიან ბელადი იყო და თქვენც ასე ფიქრობთ? არა, მე არ ვფიქრობ ჯერჯერობით იოსებ სტალინზე. იოსებ სტალინი. არ მახსოვს. არჩევანი რო გქონდეთ რომ გკითხოთ სტალინი ბრძენი ლიდერი იყო თუ სასტიკი ჯენი ტირანი? როგორ არ იყო? იყო კი. სასტიკი ვერ იქნების თუ ბრძენი არ ახარ. ძენი იყო, მაგრამ ტირანიც იყო. ტირანი არ იყო. უფრო ბრძენი ლიდერი. ტირანის არასდროს არ ყოფილა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ის იყო მისი პარტიის, მუშათა გლეხთა პარტიის გამაგრებელი. ხოიტირებ. ოკუპაციის მუზეუმი ვაჩვენოთ, გთხოვთ. ეს ყველაფერი ხდება ოკუპაციის მუზეუმის წინ. რეპრესიების შესახებ გსმენიათ რამე მისი რეპრესიების? კი, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცი სამწუხაროდ. გადასახლებები დაწყვიტა ბევრი ხალხი და ძალიან ბევრი ოჯახები საერთოდ მაგის წყალობით განადგურდა. ეს იყო ადამიანთა დახვრეტები, გადასახლებები თუ ასე შემდეგ ძალიან ბევრი. მე ვიცი რომ ეს არის მსოფლიო ისტორიაში ყველაზე უფრო მასშტაბური რეპრესიები, რაც გახორციელებულა. დაუხრუტეს, გადაუსახლეს ოჯახის წევრები, ახლობლები და ესე, ძალიან ბევრი ოჯახი ესე ვთქვათ, გაამწარა. თავისთავად ცხადია, რეპრესირებული იქნებოდნენ. ისინი ხო ეწინააღმდეგებოდნენ კომუნისტურ წყობას. და დღეს რომ დავიწინააღმდეგო მე ოცნებას, არ გამოყოფიებენ ციხეში თავს? 56 წელს მე ვიყავი ძექთან იქა და კაი ტრავმაც მივიღე. 3 თვე ვიცექი საავადმყოფოში სტალინის გულიზა. მით უმეტეს ჩემი ოჯახი სტალინმა დაანგრია, მაგრამ მე დღესდღეობით მაინც პატივსცემ იმ კაცს. მით უმეტეს მამა ჩემი 10 წელი აწამეს ციმბირში გადაასახლეს სტალინის ეპოქაში, მაგრამ მაინც მე პატივსცემ იმ კაცს. კარგით, მადლობა. იცოცხლე. ისეთ ქვეყანაში თუ იცხოვრებდით, რომელსაც სტალინი მართავს? არა. არა, მადლობა. არ მგონი, არა. ეხლა მთელ საქართველოში და აი ბოლო წლების საქართველოში უფრო დიდი სიამოვნებით ვცხოვრობ, ვიდრე რა თქმა უნდა იმ ეპოქაში. დიდად არ მომწონს ეხლა იმ პერიოდში, რასაც მე ვცხოვრობ, სადაც ეხლა ვცხოვრობ. ნამდვილად არ მომწონს ეს დრო. და ვერ გეტყვით ნამდვილად უფრო მომეწონება თუ არა იმ დროში ცხოვრება, ვერ გეტყვით, არ ვიცი. ტირანია და იმ სახელმწიფოში, რომელსაც ტირანი მართავს, მე მგონი არავინ არ იზრუნავდა ცხოვრებას. სიამოვნებით. კი. თქვენი აზრით საქართველოს ჭირდება სტალინისნაირი ლიდერი? ჯვარი გწერია 100 წელი. ნამდვილად არა. იმედი მაქვს რომ აღარ ჭირდება. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მე მგონი კი. ლიდერი თუ არ არის სახელმწიფოში, სახელმწიფო არ არსებობს. სტალინისნაირიც? ც წარმოგიდგენიათ რომ მაგისნაირი ც